პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მეორე. ფერფლად მაინც. შენს მეტი ვერავინო, რაკიღარ ვაკაციან ყოველდღიურობის შიშით შეპყრობილ სამეგობროს გამოსტაცა, მაგრამ ეს რაღაც ნიშნავს. ამ დღეში ჩავვარდიო. ნუ თუ იმას, რომ შეფიცულთა რაზმის ბიოგრაფიის აღდგენას თვითონვე ითავებდა ექიმების მკაცრი გაფრთხილება რომ არა. არც იკითხო, არც წერო, ფიქრსაც მოერიდეო. თუმცა გაფრთხილებაც არ სჭირდებოდა, წერას ძლივსძლივობით აბამდა თავს. მცირე ბარათის შედგენაც ტანჯვად გადაქცეოდა და აცახცახებული მჭიდროდ ეხვეოდა საბანში, რათა ცოტა მაინც მოებრუნებინა სული. თორემ ყინულზე თუ არ იწვა, ვერც დააჯერებდი. მე ამ ყოფაში ჩავვარდიო. დრო კი თავზე ხელსაყრელი ჰქონდა, ბიოგრაფობისათვისაც მოეკიდა ხელი, მაგრამ მარტო დრო რას უშველიდა, როდესაც ყველა და ყველაფერი მის მემატიანობას აღდგომოდა წინ. და პერსონაჟობა ეკმარა და ხელი აეღო მემატიანობაზე. მით უმეტეს ალექსანდრე სულხანიშვილის სახების წამოტივტივება დაუშოშმინებდა აფორიაქებულ ფიქრებს და აღარ დარჩებოდა სანაღვლელი. ვინ შეძლებს თავით ბოლომდე წარმოსახოს ჩვენი ბრძოლის გზაო, ის კი ალექსანდრე სერგოს გამოუგზავნიდა მოგივლისო. სულ მოვლის ჯავრი არა ჰქონდა. ახლა კი ისე დაავალებდა, ეს ვარს ვერ ჩეხბედავდა, ვეღარც გუნებაში ჰკადრებდა საყვედურს, ქაქუცას დავრდომილ სხეულს რომ შეხედავდა. თვალები კი უელავდა ძველებურად, მაგრამ დიდად სამუგეშოს ვერაფერს გამცნობდა ეს მზერა
ალექსანდრე ჩეფიცებდა, თავს არ დავზოგავ, მართალი და სრული სურათის აღსადგენადო. აქამდე თუ ქაქუცა კიდევ ამოძრავებდა ხელს, რადგანაც ბარათების შედგენის გარდა სხვა გულგადასაყოლებელი არაფერი დარჩენოდა, ალექსანდრეს ნახვით დაიმედებული უეცრად იგრძნობდა, რომ ხელს ვეღარ ატოკებდა და წერილზე უკარნახებდა ხან ვისთან და ხან ვისთან გასაგზავნად. დაოში უკეთესი ადგილი მეგულებაო, ბელადს გაუმჟღავნებდა და ექიმებსაც მოელაპარაკებოდა, მაგრამ ისინი იქვე ჩაუქრობდნენ ამ სურვილს, პაციენტის. მათთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი პაციენტი გახლდათ. დაძვრა არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა, ვიდრე ცოტა არ მოკეთდებაო. მაშინ არის ქაქუცა რომ დაიჟინებს, შინ წამიყვანე. გულს აწყდებოდა ალექსანდრე, რა წყალს მისცემოდა აღარ იცოდა. ბელადის თხოვნა ძირს როგორ დაეშვა, მაგრამ შინაც როგორ წაეყვანა. სჯობს ცოტა მოღონიერდეო, საჭმელს აძალებდა, მაგრამ იმას თითქოს კრიჭა შეჰკროდა. ეგა ფორთოხლის წვენს თუ დალევდა, მაგრამ წვენი საჭმელს რა შეუცვლიდა. წუხილი არ ეშვებოდა ალექსანდრეს, თან ვერც გაემხილა. ადგილიდან შენი დაძვრა ჯერჯერობით არ შეიძლებაო. ვინ იცის, როგორ აღექვა ეს ნათქვამი, იქნებ სიკვდილის ზედმოდგომადაც. და არ აღირდა მისი ზედმეტად აფორიაქება. შინ წამიყვანე. ის უმეორებდა, ეს რაღაცას მოკიბავს, პირდება და ვერც პირდება და თავის ძაგს, ეს ვინ იცის, უკანასკნელი სურვილი რომ ვერ შეუსრულებია, მაგრამ თვითონ როგორ იქცეს ბელადის აღსრულების უშუალო მიზეზად. შინ წამიყვანე. ალექსანდრე ადრე თუ გვიან უნდა გაბრუნებულიყო და არაფრის დიდებით არ სურდა, რომ ვინმე უცხო დადგომოდა მომულელად, არადა თვითონაც რა ეღონა. მიტოვებულ მეგობრებს როგორ შეწეოდა. მერე უეცრად ვახტანგ ღამბაშიძის ნახვას მონატრებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. არა როგორც ექიმის, არამედ უპირველესად იმ ადამიანის, ვინც უყვარდა და განსაკუთრებულადაც აფასებდა. და მისი სახელის ხსენებისთანავე ალექსანდრე მაშინვე დაურეკავდა და ბელადის სურვილსაც გადასცემდა. და მისი პასუხი სხვა რაღა იქნებოდა თუ არა, დღეს საღამოსვე დავჯდები მატარებელზე და გამოვემგზავრებიო. ეს სადილს დაუდგამდა ქაქუცას. ის ამჯერად ერთ ბეწოს მოწიწკნავდა. მერე ფორთოხალს გამოუწურავდა, დაალევინებდა და ეტყოდა. ახლა გარეთ გავალ, კართან დავჯდები და წიგნს წავიკითხავ. შენ დაიძინე, უნდა მოღონიერდე. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე და შენთან გავჩნდებიო. ის წაძინებით ცოტას თუ წაუძინებდა, როგორც ჩვეულდა და ესეც ასუსტებდა და ასუსტებდა. 50 წუთის შემდეგ დაუძახებდა და საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დახვდებოდა და გაოგნებულ თანამებრძოლს სავარძლის თავსაყუდზე მიუთითებდა. იქ ამას იზდახვდა, რასაც ელოდა. ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ჯვარი 2 თუ 3 ოქროს წმინდანთან ერთად და ალექსანდრეს ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა,
რომელსაც ქაქუცა განუყრელად თან დაატარებდა. ჩამოხსენი. ეს დაიბნევა, რა მოხდა, რა ამბავია და ქაქუცა. შეხსენი საქართველოს მიწა. დადე, აი აქ, პატარა მაგიდაზე. ეს ჯვარი და წმინდანები ჩემ შვილს მიუტანე. ხომიცი, იმისია. ჩაძინებულს თავისი უფროსი ქალიშვილი ენახა სიზმარში და მას ეთხოვა. მამა ჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო და შეფიქრიანებულიყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება. ალექსანდრე შეეცდებოდა გაექარწყლებინა მისი ავის მომასწავლებელი სიზმარი, მაგრამ რას გააწყობდა? როდესაც წინასწარ მეტყველური სიზმრები განსაზღვრავდა ეპიკურ გმირთა ბედის წერას. იმთავითვე გარდუვალობა ჩაწუნოდა ყოფილ რეალობას. თავის თერგზე მოჭრიდა მის მდინარებას და ქაქუცა რაღა გამონაკლისი უნდა ყოფილიყო გმირთა იმ რკალიდან, ჯერ კიდევ გოლგამეშიანი რომ ირწმუნებოდა და აგერ ახლახან არსენა მარაბდელის ეპიკურ თავგადასავალშიც ძალდაუტანებლად გამოერეოდა გადამწყვეტ ეპიზოდად. უშუალოდ მესტვირულ სიმღერათა გავლენითაც და ზოგად კანონზომიერებითაც. მაინც მის სახებაში გაესიმბოლოვებინა მიხეილ ჯავახიშვილს ქაქუცას თავგადასავალი. ქვეყნის დრამატულ ბიოგრაფიაში ეპიკურ რომანტიკულ გმირად დასახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისთავად მოირგებდა წინასწარ მეტყველური სიზმრის ეპიზოდსაც და ამიტომაც არ დასჭირდებოდა მის მემატიანეს ამ მხრივ რაიმეს ხელოვნური შეთხსვა. სიზმარი ანიშნებდა ალბედითი დღის მოდგომას და ქაქუცა თვალს გაუსწორებდა ამ მინიშნებას. ცხოვრება თავდებოდა, ბოლო წუთები იწურებოდა და არსენასავი დაღონებული რომ აიწევდა და ვერ ადგებოდა. მეგობარს უბარებდა, ახალგაზრდა ხარ და შენ ჩაუტანე ჩემ შვილებს, რაც მაბადიაო. ცხედრის დაწვასაც მაშინ ითხოვდა. ალექსანდრეს გონების თვალი კი მართალია ქაქუცა შეხურებდა, მაგრამ ამას არა საბანში გახვეულსა და მიმქრალს, არამედ იმას პარტიზანული ბრძოლების წამოწყების დროინდელ ქაქუცას, თავის ჯვარს რომ ვეღარ მოიძიებდა, რადგან სადღაც დაკარგოდა, ხოლო უჯროდ ტყეში გასვლა და წინააღმდეგობის მოძრაობის გაშლა არ ივარგებდა და ამიტომაც წამოავლებდა ხელს უფროსი გოგონას ჯვარს. დაე, ამან მიმფარველოსო. 5 თუ 6 თვე რომ დაიქროლებდა, ამ ორს ერთად მოუწევდა მოსვლა ერთ მახლობელ ოჯახში, სადაც დათქმული საიდუმლო შეხვედრა ქაქუცას მეუღლესა და უფროს გოგონასთან 5-6 წლისა რომ იქნებოდა. წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურს გრძელი წვერი მოეშვა და რა გასაკვირია, ბავშვს რომ ეუცხოა. უფრო ალექსანდრესაკე გაუწია გულმა, იდიოდა, ეხვეოდა, კოცნიდა, საკუთარ მამას კი გაურბოდა. მიდი მამა შენთანო, ხელს უბიძგებდა დედა. მოდი შვილო, მამა შენი ვარო, უმეორებდა ქაქუცა, მაგრამ ამაოდ ვერ დაეყოლიებინათ, ვერა და ვერ მოეძებნათ მშობლებს უცხოობის შეგრძნების გაქრობის გზა და ისევ გოგონა იმარჯვებდა. მას წამოაგონდებოდა განშორების წუთები და თავის ჯვარს მოიკითხავდა. თუ მართლა მამა ჩემი ხარ, აბა მაჩვენე მაშინ რომ გაგატანეო. და ქაქუცა
საყელოს რომ გადაიღეყავდა და ხელის გულზე დასვენებულ ჯვარს დაანახებდა შვილს, მამაო, იწიულებდა გოგონა და ყელზე შემოეჭდებოდა. ახლა ამ ჯვარს ითხოვდა სიზმარში გამოცხადებული ლანდი და ქაქუცასაც ეწურებოდა უკანასკნელი იმედი. ტყეში გასული პატრიოტები მის გამოჩენას რომ მიყურადებოდნენ გულის კანკალით. აი ახლაო. იქნებ ჯერ ქაქუცა ჩოლოყაშვილი გამოჩენილიყო და ზეციურ მხედარს მერე გადაეელვა. იქნებ ჯერ ზეციური მხედარი მოვლინებოდათ და მერე გადაქროვა შემოყოლოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული გმირი. ასეა თუ ისე, ეს ორი ხატი ერთმანეთს შენივთოდა და ხნეობასაც ერთობლივი ძალით აღვივებდა. მამა, ჯვარი დამიბრუნე, მამა. თავისას ითხოვდა ზმანებას ამოყოლილი ლანდი. დარჩებოდა ქართლ კახეთის ტყეებში ქაქუცას ბილიკების ხსოვნის ამარა, მარტოდენ ხსოვნის. იქნებ მე გავახერხო რაღაც და როგორმე არ აღმოჩნდეს საბედისწერო, ქაქუცას დაძვრა ადგილიდანო. თავს გამოიდებდა ვახტანგ ღამბაშიძე და ექიმებშიც დატრიალდებოდა, ეგებ სულ მცირე იმედი მაინც იყოს ხელჩასაჭიდათ და ჩემ მხრივ ცივ ნიავს არ მივაკარებო. აკიმის ჩამოსვლისთანავე ამას შეშჩივლებდა ალექსანდრე. აქედან გამგზავრება ოცნებად გადაქცევია. შინ დაბრუნება ისე ენატრება, ვეღარ გაუძლია და აღარ ვიცი რა წყალს მივეცეო. ექიმები დაპირებით იმასაც იმასვე პირდებოდნენ. იმედის გადაწყვეტის მიზეზი ჯერ არ არსებობს და აქედან წასვლასაც შეძლებს. ოღონდ აუცილებლად უნდა მომაგრდეს. თორემ სახლამდეც ვერ ჩააღწევს. როგორ მომაგრდეს? როგორ უნდა მომაგრდეს, როდესაც თითქმის აღარაფერ სჭამსო? გულს აწყდებოდა ალექსანდრე. გრძნობდა, ჭამის აღკვეთა რაღაცას მოასწავებდა. მამა, ჯვარი დამიბრუნეო. სიზმრიდან გამოეწვდინათ ხელი და ქაქუცას კართან ჩამომჯდარ მეგობარს უხმობდა. გათავდა ჩემი ცხოვრებაო. ბოლო ჟამს რასურვილებიც გამოთქვა, ერთადერთი ვახტანგ ღამბაშიძის ნახვა აუხდაო. გაიხსენებდა ალექსანდრე შეფიცულთა თავგადასავლის მემატიანედ დადგენილი ქაქუცასაგან. სიუჟეტური ქარგა უკვე რომ მიკროდა და ზეციური მხედრის მოლოდინად რჩებოდა. მერეა 12 საათზე ეს ორნი ქაქუცას პალატაში რომ შედიან. მერეა ის რაღაცას რომ დაელაპარაკებს და ორივე მიცვივდება. მერეა ალექსანდრე სულთ მობრძავს, თავს რომ წამოუწევს. მერეა ერთს კიდევ რომ დაიხრიალებს და კიდეც შეუერთდება თავის ერს. მობრძანდით ბატონო ნოე, თქვენს ასწიეთ ქაქუცას კუბო. ეს ხომ მერეა და მერე. 10 კილომეტრი გაჭიმულიყო ბერძნების ეკლესიიდან სენტ-უანის სასაფლაომდე. რა ბედენაა. ფეხით გაივლიდნენ ამასაც და თუ საჭირო შეიქნებოდა ორჯერ და სამჯერ მეცსაც, რათა მეფური პატივი მიეგოთ, მაინც მეფე ერეკლეს ჩამომავლად ესახებოდათ. ალექსანდრე ბატონიშვილის უშუალო მემკვიდრეთ,
ძილიც მეფური რომ დამშვენებოდა, რას იზამ, დროებით ესეც აუცილებელი გამხდარიყო, რათა სამარიდან ამოჭრილიყო თეთრ ტაიჭოსანი მხედარი. სიმონ ბერეჟიანს თავისით არ მოუწევდა ამ ხილვების შეთხზვა. ეგა საყოველთაო განცდასა და განწყობილებას გადაიტანდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის დატირებაში, რომელსაც ახალი ბრძოლებისაკენ მოწოდებად გადააქცევდა და ვაჟა-ფშაველას ტრიქონთა ასოციაციებს რომ შემოიხმობდა, ხმაში მასაც ფოლადი ჩაეღვრებოდა. თქვენ კი ყოვებო, თის არწივი გონიათ მკვდარი, თავს რომ ჩაშჩხევით, გინდათ ლეში ნაკუწ-ნაკუწად, მალე ზარს დაგცემთ თეთრ ტაიჭზე მჯდარი მხედარი, ცივ სამარიდგან ამოსული ჩვენი ქაქუცა. არწივით ნეტა ილიას სიცოცხლის უკანასკნელი ჟამი ხომ არ ვიწინასწარმეტყველეო, საკუთარ თავს ეკითხებოდა ვაჟა-ფშაველა და მისი ხსოვნის გასაბაიბურებლად შემართულ, ახალი დროების მომყვან ყვავყორნებთან გაიგივებდა. ახლა ნეშტს რომ დახყაშყაშებდნენ, როგორც წლების წინათ, სიცოცხლეს უმწარებდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიეზიდებოდნენ სამარისაკენ. ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა. დრო ეხელთათ, ოღონდ იმ ყვავყორნებზე მეტად ჟამს ეხელთა დრო. წუთისოფლის უღუთო ბრუნვას გაემეტებინა, რაკიღა უფლის გზას მოწყვეტილიყო ქვეყნიერება, სულიერებას მოკლებულ სივრცედ გარდაქმნილიყო და მთელი ძალღონით ესწრაფოდა, რომ ეს გარდაქმნა სამუდამოდ დამკვიდრებულიყო. დაეუფალს ხელი ნუღარ ექნებოდა მეფისტოფელის საბრძანისად გადაქცეულ დედამიწასთან. და თუ მეფისტოფელს უნდა დაემკვიდრებინა აქაურობა, მაშ ეროვნული თავისებურებანიც პირწმინდად უნდა გაქარწყლებულიყო და ერთიან უსახურობას დამსგავსებოდა ყველა და ყველაფერი. თვითმყოფადობა, განსხვავება, თავთავისებური ნიშნები დაბრკოლებად გამოცხადებულიყო, მათ შესანარჩუნებლად თავგადაკლული ღვაწვა კი სულაც დანაშაულად. მატერიალური რელიგია მოითხოვდა, ასე და ასეც იქნებოდა. თუ კი ილია ჭავჭავაძის იდეალი ამოიშლებოდა, თვითონაც გადააყოლებდნენ ერის და ეროვნულობის გადარჩენის ოცნებას და მისი გზის უფსკრულში გადაჩეხვასაც შეეცდებოდნენ. ვაჰ, დედა თქვენსა ყოვებო, სუდროს ჩაგიგდავთ ხელა და ვითომ ცუდი დრო იმას გულისხმობს, რომ არწივი უკვე დაჭრილა, ცალი მხარე მიწაზე მისთრევს, გულისპირს კი სისხლი აცხია. არა, თვითონ დროება გამწყრალა და ერთადერთ გზას გიტოვებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მორჩილად მიხვე ჟამის დინებას და მეფისტოფელის ჭვანგებიდან თავდაღწევა არც მოინდომო, როგორც ამაო გაბრძოლება, რომელიც შენ შეგიწირავს და სხვასაც ვერაფერს არგებს. ქაქუცა ჩოლოყაშვილზეც ეს ყავყორანი გადმონაცვლებულიყო და ახლა მის ხედავს დასჩხავოდნენ. ჰეროიკულად კი მოჩანდა არწივის სახებაც და დანაქადებიც. თორო ნახავდი თქვენს ბუმბულს, გაშლილს, გაფანტულს ველადა, მაგრამ ქაქუცას აღარც არწივის სიმბოლო ხიბლავდა თავის ნაწყვეტ ფიქრებში
არც ვეფხვისა და აღარც ლომის. ლუარსაბ თათქარიძესთან უფრო ეპოვნა სულიერი საერთო და ირონიულადაც შეხიმოდა და გულთბილადაც ეხმიანებოდა. მაინც როგორ ძლებდი ამ თვალთმაგც გარემოში, ან ის როგორღა იგრძენი ახალი დროების გამოჩენა, გაქრობით რომ ემუქრებოდა, რასაც ჩვენთა წინაპართა სული ჟოლვა აჩნდა და რაც ძვირფასად და სამოკვარად მიგვაჩნდაო. მოურეველი დარდით, უძირო სევდით გაჟღენთილიყო ლუარსაბ თათქარიძის სიცოცხლის მიმწუხრი. ეს უძირო სევდა ახლა ქაკუცა ჩოლოყაშვილზეც გადმოსულიყო და გული წყდებოდა. ადრე ასე რატომ ვერ გავიგე გულის წუხილი, მარტო კომიკური პერსონაჟი რატომ მეგონე და შენი ტკივილი ვერ გამეზიარებინაო. ხრიალი გაისმოდა ერთხელ მეორედ და ერთმანეთს გულმოკლულნი შესჩერებოდნენ ალექსანდრე სულხანიშვილი და ვახტანგ ხამბაშიძე. შენ ხომ არ გამოგირჩევია, რისი თქმა ეწადა? ცალკეული ბგერები ხომ არ დაგმახსოვრებია, მათი მეშვეობით უკანასკნელი ფრაზის აღდგინება რომ მაინც შეგვეძლოთო. ვერ გამოერჩიათ, არ დამახსოვრებოდათ. ხრიალს იქით ვერაფერს ჩასწვდომოდნენ. ჩვენი რაზმის თავგადასავალს თავით ბოლომდე აღწერო, ფიცსდებდა მის ნეშტთან ალექსანდრე. ალბათ ამ დავალებას თუ მიმეორებდაო, თავისას ეფიცებოდა ვახტანგ ხამბაშიძე, მისი ვარაუდით პირადად მისგან რისი აღსრულებაც ენდომებოდა ლეიბის საფლავში გამოკეტილ გმირს. ხრიალში იკარგებოდა ქაკუცა ჩოლოყაშვილის მწარე ხიმილი. ლუარსაბ თათქარიძესავით, ლუარსაბ თათქარიძესავითო, ლუარსაბ თათქარიძესავითო. ტყეები გადავსებულიყო აქ საქართველოში და კიდეც გათანგულიყო თეთრ ტაიჭოსანი მხედრის მოლოდინში. იქნებ ჯერ მხედარი შემოჭრილიყო ცოტა ხნის წინათ იძულებით მიტოვებულ მიწაწყალზე და მერე გადაელვა ლანდად ზეცაზე და კიდეც ამტყდარიყო ყიჟინა. ლაშარის ჯვარი, ლაშარის ჯვარი, ლაშარის ჯვარი. ის ჩვენი ჩუმი მფარველიო. იქნებ ჯერ ლაშარის ჯვარი შენავარდებულიყო შორეულ სივრცეში და მერე გამოჩენილიყო მისი ხილული ორეული იმ საზღვრებში, რომელსაც ვინიცის კიდევ ერთხელ დარქმეოდა სახელმწიფო. მოლოდინი, წყურვილი მოლოდინი. ლუარსაბ თათქარიძესავითო. იდუმალი ხმა აწყდებოდა სანატორიუმის კედლებს შორს ბელგიაში. ლოცვად დამდგარიყვნენ ხეთა მწვერვალები. ზეცაში კი თვალი ანგელოს უფრო გაარჩევდა, ვიდრე თეთრ ტაიჭოსან მხედრის ლანცსა თუ ანარეკლს. ოცნებას მაინც არ ეშვებოდა ტყე დაძაბული, გამტკნარებული. მეტა რისი დაბარება გინდოდაო, მეტა რისი დაბარება გინდოდაო. ნეშტს შესთხოვდა ალექსანდრე სულხანიშვილი და საკუთარი თავისათვის ვერ ეპატიებინა ქაკუცას უკანასკნელი ფრაზა, რომ ვერ ამოეცნა.
შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.